გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, რომელსაც დღეს უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-388-105. დღეს გვექნება ასეთი შეკითხვა, რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას? იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირებები, მუდმივი ძახილი, შენ ხარ ნაცი, შენ ხარ ქოცი, რაც დღეს ძალიან პოპულარულია და მრავალი წელია ასე გრძელდება და მუდმივად იქნება ეს ვითარება, რაც პრინციპში დღეს სახეზეა და არავისთვის მოსაწონი არ არის, ხომ? ბუნებრივია ერთპარტიული პარლამენტი იქნება ეს თუ ერთი პარტიის ხელში მოხვედრილი ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სახელმწიფო უწყებასთან ერთად სასამართლოც კი და ასე შემდეგ. მაგალითად დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გიავოლსკიმ გააკეთა განცხადება, რომ საზოგადოებას ოპოზიციური აზრი სჭირდებაო. როგორც ჩანს, ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ოპოზიცია საჭიროა და სამომავლოდ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ქვეყნის ბედი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვეყოლება ჯანსაღი ნორმალური მისაღები ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ეს ოპოზიცია. აგრეთვე მე ვსვამ ერთ-ერთ კითხვას ასეც. ბოლო არჩევნების შედეგებით, რომელსაც ბევრი ლეგიტიმურად არ ცნობს სხვათა შორის, მაგრამ თუნდაც დავუჯეროთ ამ შედეგებს, სახეზეა ის, რომ ქართულმა ოცნებამ 50%-ზე ოდნავ მეტი მაჩვენებელი მიიღო მხოლოდ. რაც უფრო მეტად გადის დრო და პერიოდი, ყველა ხელისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს, ის კარგავს რეიტინგს და ერთ დღეს ქართული ოცნება აღმოჩნდება 50%-იანი ბარიერის მიღმა თან სერიოზულად მიღმა. გულისხმობ შეიძლება ეს იყოს 20, 25 ან 30% მხოლოდ რაც შერჩებათ აქედან და ამ ვითარებაში ჩვენ უკვე როგორი ახალი ხელისუფლება გვეყოლება, ვინ მოდის ასეთ დროს. ან ვის რომელ ძალებს შორის, რომელ პარტიებს შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა, ურთიერთობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ჩვენ სამომავლოდ გვეყოლოს უკვე ახალი ხელისუფლება, რომელიც მისაღები იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის აბსოლუტურად. ბუნებრივია ჩვენ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება არ გვინდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამარადისოდ და სამუდამოდ ერთი პარტია ქართული ოცნება ვერ გაძლებს და ვერ იარსებებს პოლიტიკაში და მთავრობაში და რა ხდება მომავალში. მოდით ამ მომავალზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დღეს თუ არ დავიწყეთ ყველამ ერთად ფიქრი მომავალზე, მაშინ შეიძლება დაგვიანდეს და ცუდია კიდევ ერთი ტენდენცია, რომ ყოველი არჩევნების წინ ჩვენ რაღაც ემოციებზე დაყრდნობით გვიწევს ჩვენი პოზიციის გამოხატვა საარჩევნო უბნებზე. მუდმივად აღელვებული ვართ ხოლმე, იმიტომ რომ იქნება ეს სატელევიზიო სივრცით თუ სატელევიზიო პროპაგანდით ასეთი განცდები, რომ ნუ ახლა თუ ვიღაცას არ დაუჭირეთ მხარი, იქცევა ქვეყანა. მოდით არჩევნები დღეს არც კია დანიშნული, არც ვიცით როდის იქნება ეს, მაგრამ დავიწყოთ უკვე ფიქრი. რას ვაკეთებთ მომავალში და როგორ ქვეყანას ვაშენებთ, რომელი პარტიების თანამშრომლობით უნდა შედგეს მომავალი მთავრობა ქვეყნის. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ? მისმენთ? რა თქმა უნდა, თქვენ გისმენთ. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ბოლომდე და დაიწყეთ საუბარი. იქ სხვა რამეს ლაპარაკობს ბატონი ილია. ამიტომ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ეს ხომ ძალიან მარტივია, ერთი ღილაკია. გამოურთეთ ხმა ტელევიზორს და მე ვარ ილია, მე მესაუბრე. გამორთული, ხო, კაი, გასაგებია. ახლა მე აქამდე ვიყავი თქვენი ამორჩეველი. დიახ. ორი პირა ვრეკავ. მეუბნები და მეოთხე ხარ, მესამე ხარ, პირველი ხარ, ამაზე გავაწირო დავრეკე რა. დიახ. ახლა ეს ხმა როგორ მოწიწო? ორი პირა ვეწოები და აი, ზარები შეგზაგირებული და ზარი, აი, თითქმის ვერაფერს ვერ ვგებულობ. მაპატიე, თითქმის არაფერი არ ისმის თქვენი საუბრიდან. გაითიშა, ხელახლა დარეკეთ, გთხოვთ, ტელევიზორს ხმა მაშინვე გამოურთეთ ხმა ბოლომდე და დაიწყეთ საუბარი. რა მომავალი ელოდება ქვეყანას თუ ჩვენ კვლავ და კვლავ მომავალშიც გვექნება ესეთი მოცემულობა, რომ თუ ოცნება არა ნაციონალური მოძრაობა ბრუნდება და თუ ნაციონალური მოძრაობა არა ქართული ოცნება რჩება. აი ამ მანკიერ რეალობაში როდემდე უნდა ვიყოთ და მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 50%-ზე ოდნავ მეტი ქონდა ბოლო არჩევნებითაც კი ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას. ამ არჩევნებს ბევრი არ ენდობა, მაგრამ არჩევნებმა ეს აჩვენა, ხომ?
და სამომავლოდ ეს 50%-ზე ოდნავ მეტიც შემცირებადია. შესაბამისად, ქართული ოცნება მარტო ვერ შექმნის ხელისუფლებას ვეღარასოდეს უკვე სამომავლოდ. ასეთ დროს რა ხდება? რომელმა პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ ვინ, ვისთან, როგორმა პარტიებმა იმისთვის რომ მომავალი ხელისუფლება შედგეს, ან თუნდაც დღევანდელი კრიზისი იქნას გამოსწორებული და დაძლეული. სწორედ ეს თემა გვაქვს ჩვენ პირდაპირ ეთერში, ჩვენი ტელეფონის ნომერია 2-388-105. შეგიძლიათ დაგვირეკოთ მთელი საქართველოდან, ჩვენ მაუწყებლობთ სოფლიოს მასშტაბით, ყველა რეგიონს და ქალაქს მოვიცავთ საქართველოში და ყველა სოფელს და რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 აგრეთვე. ზარია ეთერში, გისმენთ? შუადღემშვიდობისა, ბატონო ილია. მოგესალმებით. საზოგადოებასაც მოგესალმებით. მე მინდა დაგიდასტურო ჩემ პატივისცემა, როგორც კარგი ჟურნალისტი და უაღრესად კეთილშობილი და კარგი ადამიანი. მადლობა. აიხარით. და თქვენ ვიცი რომ არ მოგწონს ხოლმე ჩემი გამონათქვამი, მაგრამ სამწუხაროდ ისე აზიმ აზრზე ვარ. თქვენ ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით და ერთმანეთ დიდხანს გადავწყვეტ. ჩემი ხნისა რომ მოიყრებით. მე გაიხსენებთ ამ ნათქვამს, რომ ისე იქნება ყველაფერი. არაფერი, უბრალოდ ეს დრო და ტექნოლოგიები იცვლება ბატონო, ისე ყველაფერი ისე რჩება. ეს ხო მაღალფარდოვანი გამონათქვამები ესე იქნება. არა ბატონო, ის კაი ის არის გამონათქვამი, კი ძალიან პრიმიტიულია, მაგრამ სიმართლე გლეხი კაცისთვის არავინ არ არის. არავინ არ არის და არც იქნება. ერთადერთი იყო, როგორც მახსოვს პაპაჩების მოლაყოლ ჟავანაძის დროს. და მაშინ ქართველმა თქვა სულ მოითქვა და საშუალო ფენა ჩამოყალიბდა. კარგით, აი მომავალზე მინდა გკითხოთ, აი დღევანდელ მოცემულობას რომ თავი დავანებოთ, ხომ აი რა გზით მიდის ქვეყანა? რა გველოდება შემდეგ, ხომ ერთ დღეს ქართული ოცნება წავა მთავრობიდან, აღარ იქნება იმის შესაძლებლობა რომ მარტო რაიმე ძალას წარმოადგენდეს და ამ შემთხვევაში ვისთან უნდა ითანამშრომლოს და ამას თავი დავანებოთ ცალკე განვიხილოთ ოპოზიციაც, ოპოზიციამ რომელმა ჯგუფებმა უნდა ითანამშრომლონ, რომ როდესაც ახალი მთავრობა უნდა მოვიდეს უკვე მაშინ ჩვენ არ დაგვჭირდეს ფიქრი აი ექსპრომტად და წამებში გადასაწყვეტი არ იყოს. დიახ, გეტყვით მაგაზე, რა თქმა უნდა, ხო ეს ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ არის ოპოზიცია, ეგ არის ნაძირლების ხროვა, მომიტევით გამონათქვა. ოპოზიცია არის თქვენი ვისა ობიექტივი და ის სხვა კონსერვატიული ძალები, რომელიც არიან გაერთი ობიექტივი თქო ეს პატრიოტთა ერთობას გულისხმობს. პატრიოტთა ალიანსი, ხო და ისა ის ძალები, ჯგუფები, რომლებიც არიან გაერთიანებული. ეს არის ნამდვილი, რომლის იგნორს აკეთებენ ამდენი წელი ეს ავაზაკები. როცა სამწუხაროდ ესე გამოთქო, რაც შეეხება იმას, ხო? იმ ხელა გამოცდილებას და იმას, რა ქვია, ყველაფრის ოსტატობას, რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს და მის დანარჩენების კარგი შემსრულებლები ყავს, ვინც მოსწონს. მაგის ისა რომ ბრძანეთ, რომ ის არ იქნება, მინიმუმ 2036 წლამდე, ეგენი სამწუხაროდ უმრავლესობით იქნებიან. კი ვამბობთ, არა, ის ხელგულზე არიან და ეხლა მოდით მოდით დავაკვირდეთ ბოლო არჩევნების შედეგებს, ხო? მე თქვი კიდევაც რომ ბევრი არენდობა ამ შედეგებს, ამბობენ რომ ქართულმა ოცნებამ მოიმატა ხმები, იქ ბევრს ზედმეტი ხმები დაუწერა, მაგრამ 50%-ზე ოდნავ მეტი აქვთ მათ მხოლოდ. ოდნავ მეტი. ეს იქნება ბატონო ილია. სულ ასე ყველა ხელისუფლების რეიტინგი როგორც არ უნდა გაწელო და გაჭიმო, ვერ ინარჩუნებს ერთი და იგივე პროცენტულ მაჩვენებლებს, ეცემა მთავრობების რეიტინგი. კი ბატონო, რომ მით უმეტეს 12 წელი როდესაც იქნება, ახლა უმიზნებენ 16 წელს და ასე შემდეგ. არა, 24 წელი შეათავებს უთავისუფლად და ისა რა ქვია იმას რა არ ნუ იმას შვებით რა ნუ გიკვირს. აი მოდის ფეხბურთის მაგალითი ავიღოთ. ამბობენ რომ აი კვარა ყველას თავისთავად, მაგრამ გადავიდა პესაჟში და გუშინ წინა იმ დღესაც უთხარი მე ფეხბურთის მოყვარულზე რა რამდენადაც მე ფეხბურთს ვიმაშვები. დიდი ხანი არ არის, მაგრამ სადღაც 45 წელია უკვე მაგრად გულშემატკივრობ. არ გამოვა ეს კაცი ერთხელ ნეტა ერთხელ აიღოს ორჯერ კალადისნაირად ვერ აიღებს ჩემპიონთა ლიგისას. ხო ნახეთ პესაჟის რა ბიდოზების იმათ რა ქვია თანამემამულეებმა იქ საერთოდ გაათახსირეთ. ხო და ესია ბატონო, ესია სამწუხაროდ ესია. რა წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ. 2-388-105-ზე მორიგი ზარია ეთერში, ჩვენ მომავალზე ვსაუბრობთ, რა ელოდება ქვეყანას, როგორი მთავრობა გვეყოლება მომავალში, ვინ და ვისთან უნდა ითანამშრომლოს, ბუნებრივი ამაზე დღეს უკვე ფიქრი უნდა დავიწყოთ, შემდეგ გვიან არ იყოს, ამიტომ გისმენთ, შეგიძლიათ განავრცოთ თქვენი აზრი.
ეთერში ვარ? ეთერში ხართ, ობიექტივი გისმენთ, დიახ. ისა ილია შვილო, მოგესალმებით, ჩემო საყვარელო შვილო. დიახ, მოგესალმებით. არ მინდა თქვა, მაგრამ ირამდვილეში ეხლა ჩემ წინ გამოსვლმა რაც ილაპარაკა მამაკაცმა, დავეთანხმები იცი? იმაში რომ რადგან მთავრობა შეიცვალოს, ეხლა ესენი თუ დარჩებიან ეს ვითომ ოპოზიციები რო არიან ნაციონალები მისი სახით, სატელიტები და ეს ჩვენი მთავრობა ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება შვილო, მაგრამ უბედურება იცით რა არის? უბედურება ის არის შვილო რომ ვიზგინა მოვიდეს ყველა თავი ჯიბისთვის მოდის და ხალხისთვის არავინ არ მოდის შემოშვილო 32 წელია საბჭოთა კავშირი დაინგრა ყველა თავი ჯიბის გასცელებისთვის მოდის და ხალხი ნიშნულია გადავარდნილი ვიღაც უნდა ედოთ ივანიშვილს და ხალხი იცით რას ამბობს მიენდო ივანიშვილი თუ ადამიანს იმედებს გაუთრევდა იცით ხალხი ასე ლაპარაკობს არავის არ ეგონა მაგრამ ნახეთ რა მოხდა ივანიშვილის თავრობის დროს ჯიბეს ისკელებენ მე მახსოვს როდესაც წულუკიანი ატარებდა მიტინგებს ნაციონალების შესაძლებლად მაშინ ის ამბობდა რომ ნაციონალური პარტიაო ისეთ კორუფციაშიაო ჩართულიო რომ აიო ასეთები არიან ისეთებიო და მე ვეკითხები ეხლა თია წულუკიანს თქვენი თავრობა კორუფციაში არ არის ალბათონოთია თქვენ კარგად ხომ ხართ მოსახლეობას ხალხსაც დაუღია და აი ქალბატონო კეთილი შეკითხვა მაქვს თქვენთან უფრო სწორად რაც არის დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა მოდით ამაზე მიპასუხეთ ხომ მომავალში როდესაც დადგება მოცემულობა ქვეყანაში 50%-იან ბარიერს ცალკე ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს რომ გადალახოს მათ შორის ქართულ ოცნებასაც არ აქვს 50-ზე მეტი რეიტინგი თუმცა ახლაც ასეთი მდგომარეობაა ჩემი აზრით მაგრამ კარგით ვენდოთ შედეგებს არჩევნების თქვათ დავუშვათ ასეთ დროს რომელი პარტიების თანამშრომლობა წარმოგიდგენიათ თქვენ მიზანშეწონილად რომ რაღაც კრიზისი ობიექტივი თქვენი პარტია თარხან მოურავის რა თქმა უნდა ისინი საერთოდ რა ოპოზიცია ასე როგორ შეიძლება ოპოზიცია ითქვას ისინი არიან რა ვიცი რა უწოდოთ არ შემიძლია რომ ისინი არიან თაღლითები რამდენი ესე იგი თავრობაში ნაკოფები არიან ის ფუფუნება ენატება განანაკლებ ფუფუნებაში არიან მაგრამ მაინც ის ფუფუნება ის კაის უფროსობა ის კარგი ბატონობა რომ ხალხისთვის არავინ არ ისინი არიან რამე ოპოზიციას არავის არ მიაჩნიათ მთავრობასაც აფინანსებენ და იმ დროს საქართველოს ის კარგად იყო თორე უღრმესი მადლობა საინტერესო იყო თქვენი გამოხმაურება პირდაპირ ეთერში თქვენ პატრიოტთა ალიანსი ახსენეთ და თუ კარგად დავაკვირდებით რაღაც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოების პირველი პირები საუბრობენ პრინციპში იგივე ღირებულებებზე, რაზეც პატრიოტთა ალიანსი 10 წლეულზე მეტია ამახვილებს ყურადღებას, ხო? ვერ ვიტყვი ახლა რომ მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის აღმოჩენა იყო ეს იდეოლოგია, ეს კონსერვატიული ღირებულებები მსოფლიოში მანამდეც არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ იმარჯვებდა. და ახლა როგორი მდგომარეობა პრაქტიკულად ლიდერი სახელმწიფოების პირველი პირები იმეორებენ იგივეს, რასაც საუბრობდით ამ ტელევიზიიდან ახსოვთ ჩვენს ერთგულ მაყურებლებს, რა თქმა უნდა, სწორედ ამ კონსერვატიულ ღირებულებებზე მაქვს საუბარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება? ტრამპი გახდა პრეზიდენტი და რა განცხადებებს აკეთებს? რა ხდება გერმანიაში, ხომ? ტრადიციული კონსერვატიული ღირებულებების გაერთიანება მოვიდა მთავრობაში. იტალია საფრანგეთშიც წინ არიან ასეთი ძალები წამოწეული და ნელ-ნელა მოდის დრო, როდესაც მომავალი ეკუთვნის აი ამ ტრადიციულ პატრიოტულ და ეროვნულ ღირებულებებს. ოღონდ ისეც კი არა რომ ორ დღეში გახდე შენ ასეთი და დაიბრალო შენს თავზე. ან მხოლოდ სიტყვებით გახდე ასეთი, არამედ საქმითაც უნდა გამოიხატებოდეს ეს და სხვათა შორის პატრიოტთა ალიანსის თავდადება ამ თვალსაზრისით და ბრძოლა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო მთელი ამ 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენმა ტელევიზიამ, ჩვენმა გუნდმა მოამზადა საზოგადოება იმისთვის
ვის გულებშიც არ იყო კონსერვატიული ღირებულებები მათ გულისხმობ ასეთი ადამიანებისთვის გახსნა ეთერები გახსნა საინფორმაციო კარგი გაგებით პროპაგანდა და ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ამ თვალსაზრისით თორემ მთელი 12-13 წლის განმავლობაში უფრო მეტი არ ვიცი 23 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ არსებობდა არც ერთი კონსერვატიული და ტრადიციული ტელევიზია მხოლოდ ობიექტივი იყო ასეთი ზარია ეთერში გისმენთ ალო მოგესალმებით მოგესალმებით უბრალოდ გვახსოვდეს რომ ეს არის კავკასია აი ხეთ იგი გახსოვდეს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ღირებულები ჩვენ დავიწყეთ რომ ქართველები ვარ კავკასიელები ვარ აქ ჩვენ არ გვცხოვრობა ამიტომზე ეს უდა მომოვიდეს პატრიოტი ხალხი მომოვიდეს ის ხალხი ფული კი არ უყვა სამშობლო ენა მამული სარწმუნება უყვა თავდადურს ამაზე აი აქ ცხოვრობ ჩვენ ამიტომზე მადლობა თქვენ ზარისთვის დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ ან გკითხოთ ვისი და რომელი ძალების და პარტიების თანამშრომლობა დიალოგი საუბარია საჭირო ურთიერთშეთანხმებული მოქმედება იმისთვის რომ ეს მძიმე ვითარება რაც გვაქვს დაიძლიოს კი ახლა ვინმე იტყვის რომ აქციებზე იმდენი ხალხი აღარ დადის მაგრამ ძალიან ცუდი ამინდებია ძალიან მაღალი დაბალი ტემპერატურა ჰაერის გაზაფხული მოვიდა დათბება აქციებზე უფრო მეტი ხალხი გამოვა კიდევ უფრო მეტი რამ არის მოსალოდნელი ასე რომ თლად ასე ხელახებით ვერავინ ვერ იტყვის რომ ყველაფერი დამთავრდა ამიტომ ამ კრიზისის მოგვარების მიზნით ვინ და რა ძალებმა უნდა ერთიანად იმოქმედონ იმისთვის რომ ქვეყანას აარიდონ საფრთხეები გისმენთ გამარჯობა მადლობა არ არის საჭირო ჩემი შეკება მეგონი არაფერი არ შეიძლება ეს ახალგაზრდა რო გამოდის ისწრაფ გამოდის მოდით საქართველოს რა მომავალი აქვს მომავალი როგორი მომავალი აქვს ეს ყვა კითხვა და ამაზე გვიპასუხეთ თუ გაგრძელდება იგივე ნაციკოცის ძახილი არაფერი მომავალი ჩვენ არ აქვს ეს ახალგაზრდა ისწრაფ გამოდის ევროპისთვის და ნატოსთვის გამოდის უნდა გამოვიდეს ეს ახალგაზრდა ფაბრიკები უნდა აშენდეს ახალგაზრდობაზე არ გვაქვს კარგად გამიგეთ კეთილი მომავალი თუ არ აქვს ქვეყანას მაშინ გამოსავალი რაშია ხალხი უნდა გამოვიდეს ხალხი და უნდა მეითხოვოს ადგილები ქარხნები ფაბრიკები ხალხი გარბის ქვეყნიდან გარბია იცილება ქართველები და შემოდის უცხოელები ასე არ შეიძლება თქვენ კიდევ აი პატრიოტ ალიანსი და გაერთიანებული ოპოზიცია რომ არის გამოვიდეს ერთად და მეითხოვოს ფაბრიკები და ქარხნების აშენება და ხალხის დასაქმება. ისი არაფერი არ გამოვა. ერთი შარეტი გემი არ ახავს. საქართველოს თურქეთს აქვს ყველაფერი ჩაბარებული და ამერიკა და რუსია. ხან ამერიკა შეიძლება. თუ ხალხმა არ გამეიღვიძა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ფაქტია რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება მარადიული. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავიწყოთ დღესვე ფიქრი თუ ვინ მოდის მას შემდეგ რაც ქართული ოცნება წავა ხელისუფლებიდან საინტერესოა ამ კითხვაზე თქვენი პასუხი იმიტომ რომ არსებული შედეგებითაც კი რაც არჩევნებზე გამოვლინდა 50-ზე 50% აქვს ქართულ ოცნებას და ეს მუდმივად უკუსვლას განიცდის რა თქმა უნდა ვერც ერთი მთავრობა როგორი კარგიც არ უნდა იყოს პირველი 2 ვადის შემდეგ კარგავს რეიტინგს არ იზრდება მისი რეიტინგი პირიქით კარგავს რა თქმა უნდა თუ რაღაც საოცრებებს არ ახდენენ და ადამიანებს კეთილდღეობაში არ აცხოვრებენ მართლა ზარია ეთერში გისმენთ ბაჩილო ილია გამარჯობა იმედი არის არ გეწყინოთ არ ვიცი მოფერება მაგრამ თქვენისანა ახალგაზრდები ამოუძებნოთ ქართველებში შუა გაკრეფილები ბიზნეს უდიდესი შეცდომა იყო შუა გაკრეფა და იმკის შედეგებს ნამდვილად იმკის და შეიძლება უარესად მოიმკას ეს როცა მე გავიგონე შუა უნდა გაიკრიფოს კამიდან შეიძლება ავხტი არ ვიცი როგორ შეიძლება და აი შედეგი ეს არის მაგრამ უნდა მოუძებნოთ
მაინც ახალგაზრდებში ესენი უნდა წავიდნენ ამგერმა იმდენი ციბინძურე იციან ერთმანეთის ორივე მხარემ მაგრამ რაც მთავარია ილია დღეს რომ იგრძნეს მათ საშიშროება და კანონებს სვლიან რომელიც გუშინ თვითონ მიიღეს ჯერ ერთი გუშინ თუ არ იცოდი პოლიტიკა დღეს ისწავლე ქვეყანა რო დაღუპე და სად გადააგდი ადამიანმა არ იცის ამ დროს თუ ოდნავ სინდისი გაქვს უნდა გაიპარო კი არ უნდა წახვიდე უნდა გაიპარო უბრალოდ რომ მაგრამ აი ამ გაპარვის საშუალება არ უნდა ქონდეს კანონები უნდა მივიღოთ ისეთი როგორც ეხლა ღებულობენ ვითომ თავიანთვის მარტო გამოსავალს ხალხზე მორგებული კანონი უნდა მივიღოთ არც ერთ მთავრობას ხალხზე არ უფიქრია და ხალხზე მორგებული კანონი ჩვენ არ აგვაქვს და ქვეყანაზე მორგებული კანონი და სხვათა შორის ქალბატონო აქვე რაც მთავარია ილია შვილო პარლამენტარს უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრს ხალხის მიმართ მაგრამ ცხონებული ზვიადიდან მოყოლებული ამოაგდეს პარლამენტარის გაწვევის უფლება მადლობა თქვენ ზარისთვის მე მინდოდა მეთქვა ის რომ დღესვე ამ წუთასაც ჩანს რომ ვინც ახლა ოპოზიციაში არიან იმ პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას გული არ შესტკივა ხალხის პრობლემებზე სამწუხაროდ ასეა კი არ უნდა საუბრობდნენ დღეს მრავალ სხვადასხვა თემაზე სატელევიზიო ეთერებიდან და მათ შორის ტრიბუნებიდან რაც ხელთ უპყრიათ ამ პარტიებს არამედ უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას რა უჭირს დღეს საქართველოს მოქალაქეს სიღარიბე ფასები, გადასახადები, მიგრაცია, დემოგრაფია, ქართული მიწების გაყიდვა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამაზე ხმას არ იღებენ უბრალოდ. ზარია ეთერში, როგორი მომავალი ელოდება ქვეყანას თუ კვლავ იგივე პოლიტიკური მოცემულობა შენარჩუნდება ეს ნაციონალი ოცნება აი ამ ერთმანეთის მიმართ მიწებებული იარლიყების პირობებში. გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. რადა ოცნება გაგრძელდება, ოცნება სიტყვა რასაც ქვია, აი ცხოვრება გვაქვს. ოცნება ხომ რეალობა არ არის. დიახ. ერთი, მეორე, რატომ არ დავიწყეთ პირველად განგაში, როცა ყიფიანი სცემეს და აი ესე გააშიშვლეს და არ გამოუჩნდა არავინ დამცველი რომ ადამიანის უფლებები დაირღვა. დიახ. მესამე, რატომ კანონი ისეთი უნდა შემოვიდეს რომ იმას წამდაუწუმ შეცვლა კი არ ჭირდება იმას უნდა მოსჭირს დარტყმა რომ უნდა შესრულდეს ერთი უნდა იყოს და იყოს კანონი სამართლიანი სწორი კანონი რომელიც აღსრულდება და ყველას მიმართ სამართალი უნდა იყოს თანაბარი ჩემთვისაც მეოთხე რატომ გაქრა საშუალო ფენა რომელიც ასაზრდოვებდა და რომელიც იყო ყველაზე საღი მადლობთ ყურადღებისთვის დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 2-388-105 ობიექტივის ღია ეთერში ვიღებთ თქვენ სატელეფონო ზარებს გამარჯობა შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი გამარჯობა შილო გამარჯობა ალიკო მოგესალმებით ეხლა ცოტა მალაპარაკეთ ცოტა მეტი თუ შეიძლება ჩვენი მომავალი იქნება მაშინ შვილო და ქვეყანას ეშველება როცა იქ დაჯდება ჭკვიანი ხალხი სოლიდარული ხალხი რომელსაც შეეცოდება თავის მოსახლეობას ჭირვარამს გაიზიარებს და არიფიქრებს თავის ჯიბისთვის, არიფიქრებს თავის სასახლეებისთვის, მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას. გუშინ ისე გამლანძღა თქვენმა ვიღაც ქალმა, რომ მე სიმართლებს გიშვილო, როგორ შეიძლება დავმალო, რამდენი ყოველღა ვიღაცა მოკლა ყოველღამეს დახვდნენ, გალახეს გოგოები, ბიჭები მოკლეს,
სიკვდილიანობა გავრცელდა შვილო, ბავშვების დაღუპვა გავრცელდა. აი ასეთ ქვეყანაში არაფერი მომავალი არ გვექნება, ამიტომ დედიკო უნდა დაასხდენ სათავეში ისეთი ხალხი, ვინც დაამყარებს წესრიგს და საწოდავი ხალხი შეეცოდება ცხოვრებას გაუმარტივებს. მას ჭდილში მყოფ ადამიანი როგორ შეიძლება რომ ქვეყანა მომართოს? აბა გეკითხებით, ვინ არის ივანიშვილი, საძის მინისტრია, რა არის რომელიღაცა დაწესებულობის ეს არის რა? გეკითხებით, დედიკო, სახლიდან მართლა სახელმწიფოსი სად გაგონილა? ხალი მოუხუცდი 87 წლისა ვარ და ასეთი რამე არ მინახია. აპრილის მონაწილეც ავარ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. არა, გავიგეთ ქალბატონო თქვენი მთავარი სათქმელი, მორიგი ზარია და ბევრი ზარი იცდის და ამიტომ უნდა გადავინაცვლოთ მორიგ ავტორთან. გამარჯობა, გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს პატრიოტთა ალიანსი. არავითარი კოალიციური მთავრობა არ უშველის მით უმეტეს ოცნებასთან. აი დამისახელეთ თუნდაც ერთი კანონი, რომელიმე ან რაიმე წინადადება, რომელიც ოცნებას შესთავაზა ოპოზიცია იყო თუ პატრიოტთა ალიანსს არ მოვიცის საზრებ, ნამდვილად იმ ხალხთან ის ოპოზიციას რო ეძახისთავენ. აი პატრიოტთა ალიანსის მიერ შეთავაზებული რაიმე წინადადება, რომელიც გაითვალისწინა, მიიღო მხედველობაში ან რაღაც, არა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო სულ ასე იძახის. რეზოლუციაც კი არ მიიღეს, ორჯერ შეტანილი, მილიონი ადამიანის ხელმოწერით. დიახ, აი მაგი მინდა აღვნიშნო, ამიტომ მათი ყოფნა არაფრით არ შეიძლება საერთოდ პოლიტიკაში. ესენი არიან არაპოლიტიკოსები, აი რომელ გადაწყვეტილებას ხედავთ მათაც, რომ აი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, არაფერი გამოდიან მხოლოდ თავიანთი ჯიბეები, თავიანთი ინტერესებიდან, არავითარი სახელმწიფოს ინტერესები მათ გადაწყვეტილებებში არ იგრძნობა, ამიტომ პოლიტიკური ველი უნდა განთავისუფლდეს მთლიანად როგორც ნაცებისგან, ასევე ქოცებისგან, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს და უნდა მიხვდეთ, აი ნამდვილად ვეთანხმები ახლა იმ ქალბატონს, რომ იძახის, ვინ არის ივანიშვილი, ამიხსენით ერთი კაცო რას წარმოადგენს, ქველმოქმედი იყოს, ქველმოქმედი, მაგრამ რატომ უნდა ხვდებოდეს ის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს თუ პირველ პირებს და სხვებისაგან, ესე იგი, სხვებთან შეუთანხმებლად ღებულობდეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს. ვინ არის ამნაირი ვერ გარგე? ან ამ მთავრობას არ ცხვენია, მე მაგალითად ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც ასეთ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც პიროვნება, რომელიც არავითარ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, აი პარლამენტში უბრალო ღილაკზე ხელის დაჭერაც კი რო არ სურს, თორე რაღაც პრეზიდენტობას, რაღაც პრემიერ-მინისტრობას და რაღაც არაფერს ვიძახი, რომელიც მისი სურვილი არ არის, ბატონო, რატომ დაიღებს ასეთი პიროვნება გადაწყვეტილებას? მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით, მესმის რასაც ამბობთ. 2-388-5-ზე ჩვენი თემა ასეთია, რა მომავალი აქვს ქვეყანას, იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნდება არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, არსებული პოლიტიკური ვითარება საერთოდ მთლიანობაში. მხედველობაში მაქვს ისიც, რომ მუდმივად სულ ერთმანეთის მიმართ არის ეს სახელი და იარლიყის მიწებება, რომ შენ თუ ქართულ ოცნებას გააკრიტიკებ, აბა ნაცი ხარო, გეუბნებიან, თუ ნაციონალური მოძრაობა არ გინდა რომ მოვიდეს, მაშინ აბა ქოცი ხარო, გეუბნებიან და რაღაც ვიწრო ესეთი პარტიული აზროვნება ყალიბდება თითქოს და თუ ეს არ გავარღვიეთ, თუ ეს არ მოვაშორეთ რამენაირად ქვეყანას, მაშინ რა იქნება შემდეგ, როდესაც ჩვენ დავდგებით არჩევანის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ზარია, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? თხოვნა მაქვს ერთი, თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ ტელეფონის ნომერი მთავრობის წევრის, ან ისე ახლოს რო იყოს იმათთან, არ შეგიძლიათ? ძალიან სულხარ ქალბატონო, მე არ მაქვს, აი კონკრეტულად ვისი ნომერი გსურთ იქნებ და მითხრათ და მოვიცი. კონკრეტულად არა, რომელიმე მთავრობის წევრის. აი იცით რა მინდა გითხრათ ახლა მთელი გულწრფელობით, ობიექტივმა 20 წლის 2012 წელს გააკეთა ასეთი პროექტი. ქართული ოცნება ახალი მოსული იყო მაშინ. ვაცხადებდით ეთერში პარლამენტის წევრების ტელეფონის ნომრებს, ხელისუფლების დეპუტატებს.
და მაშინ თითქმის ყველა დაგვთანხმდა ამაზე და გადიოდა სპეციალური რგოლები, რომ თუ გინდა შენი ხმა მიაწვდინო დეპუტატს, მაშინ დარეკე ამ ნომერზე, მობილური ნომრები იყო. ახლა 12-13 წლის შემდეგ საკმაოდ ჩაკეტილი გახდა ქართული ოცნება, ნომერს აღარ პასუხობენ ზარს, საერთოდ ნომერი თუ გაიგე, მეორეს მხრივ ნომრები საკმაოდ გასაიდუმლოებული აქვთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. ხომ არაფერს დაამატებთ? კარგით, მორიგი ზარი მივიღოთ. 2-388-105. გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. რა ვიცი, რა მომავალი აქვს ქვეყანას, არის მე მომავალს ვერ ხედავ, მაგრამ რა მაინტერესებს, რა მომავალი აქვს, აი თქვენ პარტიას, ეგ უფრო მაინტერესებს და ჩვენს ერთობას. მე რამდენი დავრეკეთ, ხალხმა დარეკა, ერთმა კიდე დიდმა პატრიოტმა, აი ისეთი ბრწყინვალე აზრის შემოგთავაზად, თუ აქ მოხდება შეტაკება, მაშინ ცხეთაში შევიკრიბოთ ძველ სატახტო ქალაქშიო. ამის არატაცება როგორ შეიძლებოდა? მე გეუბნებით ილია, აი თქვენი მომხრეები, ჩემს სიბლი, მე უკვე არ ვიცი თუ გამოგეცალათ მომხრეები, გეუბნებით, აი თქვენი კეთილის სტურველი ვარ. გებიცებით, აი მოდით გამშინიან უპედა. კარგი, აი პატრიოტთა ალია თქვენ მომხრე თუ ხართ? მომხრე თუ ხართ და მხარდამჭერი? ცოტა სხვა ტონით უნდა საუბრობდეთ. არ ამგონია რომ მომხრის საუბარს გავდეს ეს? სხვა ტონით უნდა საუბრობდეთ და ეთერს მიღმა უნდა საუბრობდეთ და მიდიოდეთ და პირადად უზიარებდეთ თქვენს შენიშვნებს თუ მომხრე ხართ და არა საჯაროდ გამოდიოდეთ ამ შენიშვნების და საყვედურების გამოსათქმელად, მით უმეტეს სხვა თემა გვაქვს. თუმცა დაასრულეთ, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ქვეყნის მომავალზე. ამიხსენით, ვერ ამიხსენით, ეგი ვერც ერთმა ვერ ამიხსენით. რა ვერ აგიხსენით? მონიტორინგს არ ატარებ თქვენ ზარებისას. მე შეურაცხმობას არავის არ ვაყენებ. კარგი, დიდი მადლობა, ეს ცოტა პროვოკაციული გამოსვლა ახლა და საწყენია ეს, როდესაც ასეთ შენიღბული ხასიათით ხდება ეს, თორემ ადამიანი რომ პირდაპირ მოვა და გეტყვის თავის სიმართლეს, ამას რა ჯობია. ზარია ეთერში, გისმენთ? ჰალო. გისმენთ? ჰალო. მოგესალმებით, დაიწყეთ საუბარი. ჰალო. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და დაიწყეთ. გაითიშა ეს ზარიც სამწუხაროა 2-388-105-ზე მორიგი ზარი შეგვიძლია მივიღოთ. გისმენთ? ალო. გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. ეთერში ვარ? თქვენ ხართ ქალბატონო ეთერში, დიახ? დაიწყეთ. ტელევიზორის ხმა რატომ არ გამორთეთ? ხმა მიბრუნდება, ხარვეზი ხდება. მოგესალმებით. მოგესალმებით. ტელევიზორის ხმა გამორთეთ. რიგში ვარ? არა, ეთერში ხართ, ეთერიდან გესაუბრებით. ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ. საქართველოს. მივესალმები. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ ბოლომდე და შემდეგ მოგცემთ საუბრის შესაძლებლობას. დაგელოდებით, დიდი პატივისცემით. აუცილებელი პირობაა, რომ ტელევიზორის ხმა უნდა გამოირთოს, როდესაც ეთერში შემოდიხართ. სხვა შემთხვევაში კომუნიკაცია ვერ შედგება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს თხოვნა. ზარია ეთერში, დაიწყეთ საუბარი. საუბარი? დიახ, საუბარი დაიწყეთ, ეთერში ხართ. ალო. აბა რო არის მის ჩემი ხმა? ტელევიზორს ხმა გამოურთეთ მეთქი, ამიტომ გთხოვეთ, დიდი პატივისცემით. ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ. ტელევიზორს ნუ უსმენთ, როდესაც ეთერში რეკავთ მაშინ. თორემ იქნება ხარვეზე აუცილებლად ტელევიზიით ოდნავ დაგვიანებით მოდის ხმა და გგონიათ რომ სხვა ლაპარაკობს, არა და თქვენ ხართ ეთერში. როგორ ავხსნა ეს სხვანაირად, მე არ ვიცი უბრალოდ. მორიგი ზარია ეთერში, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ობიექტივი, გისმენთ დიდი ყურადღებით. თქვენ როგორ გამოეხმაურებით ჩვენს თემას, ძალიან მაინტერესებს, ეს არის ქვეყნის მომავალი, რა ელოდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, იმ შემთხვევაში თუ ეს პოლიტიკური კრიზისი რაც სახეზეა, შენარჩუნდება კვლავ. და საერთოდ ესეც საინტერესოა. როგორ რა შესაძლებლობებით უნდა განიმუხტოს დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს ქვეყანაში. ვინ უნდა იკისროს, რომელმა პარტიებმა ამ კრიზისის განმუხტვა და რაღაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ამ ქვეყნისთვის. გისმენთ? ძალიან ძიმეა ასეთ პირობებში მუშაობა. მე ბოდის ვუხდი ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს. წამყვანისთვის ეს არის ძალიან პრობლემატური, როდესაც აი ამ თხოვნას ზარებთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს საზოგადოების ზოგიერთი წევრი.
გთხოვთ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ, მაშინვე როგორც კი აკრიფავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს. სხვა შემთხვევაში ყველა ზარი გაითიშება. ზარია ეთერში. გისმენთ? მოგესალმებით, დაიწყეთ, გისმენთ? რაღაც ხარვეზებია, სამწუხაროა კვლავ ესეთი მდგომარეობა შეიქმნა. რაღაც ხდება როგორც ჩანს ამ ჩვენს კომუნიკაციასთან დაკავშირებით. მორიგი ზარის ავტორს უსმენთ, გისმენთ, გამარჯობა, დაიწყეთ. გამარჯობა იგენცალე. ძალიან კარგი შეკითხვა გაქვთ და პირველ რიგში ძალიან კარგი პრეზიდენტი მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად იქიდან დალაგდება ყველაფერი ჩემი აზრით, როგორც ვუყურებთ. ის რა თქმა უნდა ჩვენზეც იმოქმედებს ძალიან ისეთი საკითხებს შეეხო ზოგადად მსოფლიოში, რომ რაც ჩვენ საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება ეს გამჭირვალობის კანონი და ძალიან ბევრი ხა დეტალებში ვერ ვილაპარაკებ. შემდეგ რაც შეეხება ჩვენს მომავალ თაობას, რომლებიც აქციებს ატარებენ დღე-დღე. ამათ უნდათ სწორი მიდგომა უნდა ჩაერიონ ჩვენი ქალბატონი ნანა დევდარიანი და სხვა კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც აღვარებდნენ ამ საკითხს, მიდიოდი თქვენც ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგები ხართ და ძალიან წყიანები. და უნდა შეხვდეთ, დაელაპარაკოთ, როგორ ჯობია, რანაირად ჯობია ესე ნაცები, კოცები ყოველ წუთში და ყოველ ეს არ გამოდის ეს ბავშვების ეს მომავალი თაობა, ჩვენი მომავალი თაობა, რომელზეც დგას მთელი სახელმწიფო, რომ გადავარჩინოთ. ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. მე ესე მგონია, რა ცოტა დრო უნდა და ყველაფერი იქნება კარგად. მე ასე ვხედავ და მშვიდობიან თანაფარდობაზე უნდა გავიდეს, გრძელვადიან მშვიდობაზე უნდა გავიდეს ფორმატი და განათლებაზე განათლებაზე თუ არ იქნება პრიორიტეტი და განათლებას თუ არ მიეხედა და ეს ასეთ შემთხვევაში არასოდეს არაფერი არ გვეშველება და დავიცი დაელაპარაკონ ახალგაზრდობას, ეხლა მსოფლიო იცვლება და გამოდიან სხვადასხვა ადამიანები და არისთვის გავიგეთ, დაელაპარაკონ ახალგაზრდობას, იმუშაონ ახალგაზრდობასთან. ეს იყო თქვენი სათქმელი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იცვლება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და აი მართლაც ისე წავიდა საქმე, რომ ბოლო 10 წლეულზე მეტია რა ამ გზავნილებსაც პატრიოტთა ალიანსი აკეთებს. ამის პარალელურად მსოფლიოს სხვა ლიდერებიც იგივე გზავნილებს აკეთებენ დღეს უკვე. და ეს ძალიან კარგია სხვათა შორის ჩვენი აზრით. მორიგი ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო. ჩემი აზრით, ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ხალხი, ხვალციეს. რა თქმა უნდა, დიახ. მაგრამ სანამ საზოგადოების ნაწილი იქნება ანგარებიანი და გაიყიდება ფულზე, არ ამგონია ამ ქვეყანას ფულთან ერთად პროპაგანდას ადვილად წამოეგება. აი ეს პუნქტიც უნდა დავამატოთ. რა თქმა უნდა, პროვოკაციულ პროპაგანდებს. და რაშია ისი საქმე შვილო? საზოგადოება უნდა კარგად დაფიქრდეს თავიანთ აქციებზე და მიიღონ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და ეშინოდეს ღვთის. იმიტომ რომ ჩვენ უკვდავები არც ერთი არ ვართ ხო ამ ქვეყანაზე. ადრე თუ გვიან ღვთის წინაშე წავდგები და ჩვენ ქვეყანას ჩვენივე ხელით არ უნდა ვღუპავდეთ. უნდა მივიღოთ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებები და სათავეში მოვიყვანოთ ისეთი ძალები, ვინც მართლა იზრუნებს თავიანთი ქვეყნის ენის მომავალზე და თავიანთი ქვეყნის წინსვლისა და ბედნიერებაზე.
მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ ზარისთვის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს კრიზისი გვაქვს ქვეყანაში, ამ კუთხით ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, პატრიოტთა ალიანსმა შესთავაზა, რომ შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო გუნდი, ჯგუფი, არ ვიცი რაც გინდათ დავარქვათ, რომლის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა და აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ დღეს რაც ქვეყანაში გვაქვს ეს მდგომარეობა დაიძლიოს, მაგრამ რატომღაც ქართულ ოცნებას აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ არავისი შეთავაზება, არავისი აზრი ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ არ გავითვალისწინოთ, მარტო მე ვარ, მარტო მე რასაც ვიტყვი და გავაკეთებ, ეს არის სწორი და მართალი და მე ვეტყოდი ამ ეთერიდან ხელისუფლებას, რომ ბევრი უნდა იმუშაოს ყველასთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს უმედურება პრინციპში რაც გვაქვს დაასრულოს. უნდა იმუშაოს ყველასთან აბსოლუტურად. ყველაზე მიუღებელ პარტიებთანაც კი რაღაც გარკვეული სამუშაო უნდა გასწიოს. არათუ პატრიოტთა ალიანსზე მშვენიერი შეთავაზებაა, რომ მოდით ყველანი ერთად დავსხდეთ, პატრიოტული ეროვნული ძალები შევიკრიბოთ და ქვეყნის მომავალზე ვიმსჯელოთ, თუ ასეთი შეთავაზება გაკეთდა დავით არხანმოურავის მხრიდან და არ არის ასე ვთქვათ პასუხი ხელისუფლების მხრიდან, არაფერი არ ისმის და კარგი იქნებოდა ჩემი აზრით თუ ამას გაითვალისწინებს ქართული ოცნება. ეს ქვეყანას სჭირდება და არა ქართულ ოცნებას ან არა პატრიოტთა ალიანსს სჭირდება, ეს ქვეყნისთვის არის ეს პირველ რიგში. და დღეს იმდენად გაუცივდათ ადამიანების ნაწილს გულს, რომ არ ესმით ის, რომ ქვეყნისთვის, როდესაც ზრუნავს ადამიანი, ქვეყნისთვის რაღაცას ამბობს, იდეას, გვთავაზობს წინადადებას, გეგმას ეს არ სჯერათ ხოლმე. გულწრფელობაში ეპარებათ, ყველას გულწრფელობაში ეჭვიდა. ასე არ არის ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი პატრიოტი, ეროვნული და გულწრფელი ადამიანია, ვისაც ნამდვილად უყვარს ეს ქვეყანა და არა ვთქვათ მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლების დროს. ზარია გადაცემაში, გისმენთ? ალო, გამარჯობა დიმია. მოგესალმებით, გისმენთ. ხო, ილია, გისმენთ, ახლა და გიყურებ ტელევიზორის დაუწიე, ყველაფერი შეგრებულად გავაკეთე და საქართველოში განა არ მოიძებნა ისეთი პატრიოტული ხალხი, რომელიც ცალკე შეიკრიბება, არა ხელისუფლებასთან, არამედ ცალკე დაждდება. და ეს ხალხი თვითონ მოელაპარაკება ერთმანეთს თუ რა გზით უნდა გადაბარჩინოთ ეს ქვეყანა. ქართული ოცნება ბება იმს გონია, თუ ტაშხიაზე რო არ იყოს მოგზავნილი მგონი ხარ, ხალბატონოვა რო ეუბნებიან. იმისა რო არ იყოს მაგას მოგზავნილი მგონია, მე ეს ქართული ოცნება და ის ეროვნული ძალები, რომლებიც არიან, ყველა ცალკე უნდა შეიკრიბოს, უნდა რაღაც გეგმა უნდა დაისახოს და ამ გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს ყველაფერი და მე ეს გამორჩეული ხალხი კომისიას ავით რაღაცა რო შექმნეს და მე ეს ხალხი დაუჯდება ქართული ოცნებას და ეთქვის მე ლეგიტიმაცია გამაჩნია ქართული ხალხისგან და უნდა გელაპარაკო რატი თქვენ აი ეს სალამ არ მოხდება არიან მან დაგდად პატრიოტული ხალხი ნიუჟელი ისე გაწყვია ეს ქვეყანა რომ არავინ არ დაჭა ქართული ოცნების მიღმა არავინ პატრიოტები ხო საერთოდ მიმალეს ესენი გაანაწილეს ან დაიჭირეს ან რაღაცა ან ისე მოაშორეს ყველანაირ სადუნარსო თავიანთი პრობლემა გაუჩიდეს ამ ხალხს და უბნება მისცეს ლიბერალებს უფრო მეტად. ამიტომ ჩემო ილია უნდა შეიქმნას რაღაც ისეთი. დიდი მადლობა. პატრიოტთა ალიანსი თუ იგულისხმეთ არ გამქრალა ნამდვილად, თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ მნიშვნელოვანი დარტყმების წინაშე აღმოჩნდა, უფრო მეტს პატრიოტთა ალიანსს უტევდნენ, ვიდრე იმ ოპოზიციას, ვისაც წარსულში დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ახლაც არ აკლებს სხვათა შორის. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე. მარადიული არც ერთი ხელისუფლება არ არის, აუცილებლად წავა ქართული ოცნებაც და რა იქნება მაშინ, ვინ მოყავს, ვინ მოდის, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ქვეყანა, აი მაშინ უკვე ნამდვილად ხომ არ ბრუნდებიან ესე ნაცები, რაც ასე დახვეული აქვს ყველას თითზე, რომ ნაცები თუ არა ქოცები, მაგრამ მარადიული ვერ იქნებიან. და ამიტომ დღესვე ახლავე უნდა ვიფიქროთ მომავალზე და ამიტომ გადავწყვეტეთ ამ ეთერში სწორედ ეს თემა წარმოგვედგინა. ობიექტივი გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ, მე ვარ? თქვენ ხართ, დიახ. მოგესალმებით ბატონო ილია. უსაშველო არაფერი არ გჭირს, ყველაფერი კარგად იქნება. აი თახვდებით რომ არის თქვათ ოცნება, არის რადიკალური ოპოზიცია და არის კიდევ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და არა მარტო თქვენ, ძალიან ბევრია საქართველოში. და აი ეს ძალა კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და აი ძიძიგური რომ ამობდა იგივე რა ქვია სტადიონი რო შეავსეს და
უზარმაზარი ძალა ვარ თუ აი ესეთი კონსტრუქციული ძალა უნდა შეიკრიბოს და ქართული გამოთქმა რომ არის გავიარე შუაშიო ასეთი რაღაცა უნდა მოხდეს კიდევ ასეთი მოსაზრება მაქვს რომ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები არა ვთქვათ გარედან დაფინანსებული ქართული იმენა მამული შვილები ვისაც საქართველოს გული შესწივა ვისაც რაღაცა გაუკეთებია ქვეყანაზე აი ესეთი საზოგადოებები უნდა ჩამოყალიბდეს და ეს საზოგადოებები ალბათ იმუშავებს ქვეყნის სასიკეთოდ მადლობა. საინტერესო იყო თქვენი წინადადება. მორიგის არის ავტორს უსმენთ. გამარჯობა, გისმენთ, დაიწყეთ. ტელევიზორის ხმა გამორთეთ. მოგვიწევს გაგთიშოთ, მაპატიეთ. ძალიან მწყდება გული, მაგრამ როგორც კი აწეული ტელევიზორის თანხლებით რეკავთ ეთერში, ეს ხარვეზია. მივიღოთ მორიგის არი, გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. ალო. თქვენც უნდა გაგთიშოთ თუ ტელევიზორს ხმას არ გამოურთავთ. გამოურთეთ ტელევიზორს ხმა, გთხოვთ. წუხვარ, მორიგის არის ავტორს უთმობთ ეთერს. გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. გამარჯობა. გესმით ჩემი? ისმის, დაიწყეთ, გთხოვთ. ხო, რა მაინტერესებს თუ იცით? რას ამ ჩვენ მთავრობას ამ ოპოზიციას კიდევ რო ეპატიჟება ახალი იმგენისთვის. გესმით? დიახ, მესმის. ხო, კიდევ რო ეპატიჟებათ ამ იმაზე, რა ქვია, არჩევნებზე. ეხლა რომ მოდის იმის საკრებულოს არჩევნები. თვითმმართველობის, დიახ. თვითმმართველობის, დიახ. ესენი თუ არ მოვიშორეთ აქედან, ეს ისინი ნაცები პირველ რიგში ესენი არიან დასაჭერი გიგაური მისი მოყოლებით სულ ყველა ვიც არიან დღეს რო იმას უსმენდით იქ ტელევიზორზე ეს გარეწრები ეს საქართველოს მოღალატეები ვინც მანდ განან ყოველ საღამოს ეს ხალხი რომლებიც სულ ყველა ფუძღებულობს მან და სულ ყველა მხარს უჭერს დამპალი მიბახს რა ქვია ვითომ პრეზიდენტი რო არის ზურაბიშვილი რატომ მარჯვენა არ გამიხმა მაშინ როდესაც მაგას ხმა მივეცი მაგ არაქალი მაგ საქართველოს მოღალატე მაგ უნამუსო ხალი მაგ გაყიდეს მოიკრიბოთ თქვენ ჩემოშვილო მთელი ანტიფომ პატრიოტ ალიასმა სულ ყველა და უნდა გამოხვიდეთ უნდა გვერდში დაგიდგებით სულ ყველა რომ მაგესენი მოვიშოროთ აქედან და ეგება თქვენ მაინც გაიმარჯვეთ და რაღაცა დაადგეს ამ სამშობლოს ახლა. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ერთ საკითხში უბრალოდ ვერ გეთანხმებით რომ იქ აქციაზე მისული ადამიანები ყველა გაყიდულია. შეიძლება რაღაც ნაწილი მართლაც იყოს, მე ვერავის ნაცვლად თავს ვერ დავდებ და არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი არაერთი ადამიანი, ვინც იქ თავისი გულწრფელი სურვილით დადის და ეს ადამიანები, ვისაც მე ვიცნობ და იქ დადიან, ამბობენ რომ არც ნაციონალები გვინდა, არც ოცნება, ჩვენ რაღაც ახალი მომავლისთვის ვიბრძვით ამ ქვეყნის ამ ორის გარეშე. ასეთი ადამიანები ბევრია აქციებზე. ეს უნდა დავინახოთ აუცილებლად, სხვა შემთხვევაში სიმართლე არ იქნება უბრალოდ. ბოლოს არია დღევანდელ ინტერაქტივში, გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. ალო. გამარჯობა, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ. დღეს რაღაც საოცარი დღე გვაქვს ამ კუთხით, რომ ტელევიზორის ხმას მაინც პრინციპულად არ უწევს ზოგიერთი მაყურებელი. რატომ მაინტერესებს? ბატონოილია, გამარჯობა. გამარჯობა. აი, მე ესეთი აზრი მაქვს, ჩემი აზრით ხო გამაჩნია. დიახ. ერთი რიგითი მოქალაქის აზრი, რომელიც ერთ-ერთი მხარისკენ არ იხრება ახლა. არა, უბრალოდ როგორ გითხრათ, სამართლიანობის პრინციპით. თქვათ, მოხვედით თქვენ მთავრობაში. ეს ქართული ოცნება რაღაცნაირად უმკლავდება ამ პოზიციას, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული დგას ქუჩაში და სახელმწიფოს ნერვებს უშლის. ქალბატონო, ჩვენ წამები დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე იქნებ ბოლო სიტყვებით. მთავრობაში როგორ გაუმკლავდებით, თქვენს გეყოლებათ ოპოზიცია და აი ამ ქუჩაში მდგარ ოპოზიციას რას უზამთ? დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის.
ეს კითხვა დავუსვათ მოდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მე ჟურნალისტი ვარ, თუმცა თუ კი ქვეყანაში ყველაფერი სამართლიანად იქნება ობიექტურად და ხალხზე იზრუნებს მთავრობა, მაშინ ოპოზიცია იარსებებს, მაგრამ თქვათ უფრო ნაკლები იქნება ეს დუღილის ტემპერატურა ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ სახეზეა. დღეს ვასრულებთ ინტერაქტივს, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი გადაცემას. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ, გვისმენთ და გვირეკავთ.